მოვედით გამა MMA-ზე. ხალხი დგას რიგში, დიღმელა ლაშა, ძალიან მაგარი ბრძოლებია. შევიდეთ ახლა და ვნახოთ რა ხდება შიგნით. სადაც გასახდელი ნელ-ნელა ბიჭები ხურდებიან. წავიდეთ მეორე გასახდელში. ეს მეორე გასახდელი. დიღმელ, გეჭუბავს რა MMA პირველად ცხოვრებაში. როგორი განწყობა, მაგრამ ესეთი რა, როგორ უნდა მოიქცე? აი ვცდილობ ესეთ მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ მოვიგო ჩემი მეთოქე დავამატო. რა არის შენი პლუსი, რომ აი ჩემი პლუსი არის ჭიდაობის სტილი უფრო მეხერხება და ჭიდაობის სტილი. ხო, ვფიქრობ რომ პარტერში ვიყურებ კარგად. დიხანია როგორი და დიხანია მშვენიერი რა. ვიდეოს დახულობდი და ვარჯიშობდი რა. რა ვარჯიშობდი, გრუშა დაგიწევია, გრუშა და ვარჯიშობდი. ემზადებოდი. რამდენი ხანი ემზადებოდი? და მე კაიხანია ვარჯიშობ, მოსახლის პირობებში. არა, მე აპირებ კიდე რო იტყო ამის. ხო, აი ამის მერე უბრალოდ ესე გადაწყვეტილი არ აქვს. აი ამ ბრძოლის მერე შევხედავ ყველაფერს, ამ ბრძოლის მერე გადავანალიზებ როგორ და რანაირად. არა, თუ აბა შენ გაიხარ. რუსთაველი ლაშა შეგენაცვალე. აბა რას აპირებ? ვაპირებ ჩემი მიზანი არის გასვლა და მაქსიმუმ 20 არ განვიხილოთ. მოდი, ხალხმა არის რამე გამოცდილება თუ რა და თუ მოემზადე რამეში დარბაში მოემზადე აგერ ლუკა მეგრელთან, უჩამა ისურაძე. ძალიან კარგი. რა არის შენი პლუსი? რითი აპირებ რომ მოიგო? ჭიდაობი. გომში უნდა გომში. ძალიან კარგი წარმატებული და აბა შენი აღშორებოდეს რაც ჩანა რუსთავს რუსთავს გაუმარ ჯოს გამარჯობათ ჩემი სტუმარია ზალი გამარჯობათ კაროჩე გავიგე ზალს მაგრამ ამ ჩხუბს ასვევ დიღმელას და ლაშას ჩხუბს მე როგორც ქართველი ზმაობი ვალდებულად ჩავთვალე ჩემი თავი ამ ახალგაზრდების შემყურე რომ დამეზღვია ეს ბრძოლა ამდენი ახალგაზრდის სიმპათია და გული არ გამეკეხა მე არ გამძვრა ძმა შენ გამძვრა შენი გლობალი გავში ო რო რამე და ხარ ზალასთვის ზალა ხო ისი რა მე ყველასთვის ზაქარ ოღონ ბალევოებს ვარ თავშივე ყველაფერს გომში წავაგებ მე ბალევო მე კაროჩე ერთი თხოვნა მაქვს თუ მიყურებთ მოითხოვეთ და გამოუცხადეთ კაპიტულაციაზე მე ვითხოვ ცეცხლ წაკიდებულ პატრიშკებში შემაგდონ ნებისმიერ ტიკტოკერთან ჩემი ზომის და წონის რათა ვასათხნაო წაკიდებულ პატრიშკებში ეს არის ჩემი კომენტარი პროგნოზი რა ვინ მოიგებს კაროჩე ლაშა მგონია გონია კი არა ლაშა მოიგებს იცი რა დიღმელა იძახში რომ ჭიდაობა უციო მაგრამ თუ რა ძმა უყურე მომისმინე ძმა ეგრევე ჭიდაობას ვასწავლე შენ ჭიდაობას რა უნდა ფეხის ამოკრა უნდა იცის ჭიდაობას მორჩენილი ბაზარი შენ ხო იწყინოთ ვის დღეს ბილეთები ვერ იყიდე და ვერ მოხვედით twin არ მოთხნათ რა მოხდა და როგორ მოხდა გადაიხადე ბაბა 50 ვარი თუ არ გადაიხდი პიისატნას მაშინ ძმო იყავი და ალაიქე გასამაგე მაშინ პირველ რიგში წარმატებები ხურებ ეს თავარი ბრძოლაა შენი როგორც ვიცი და რას აპირებ რასაც აპირებ შოურის იმუშავებ შენ ფეხიც იმუშავებს ხელიც იმუშავებს სიდაკვეთი ყველაფერი არსებობს შეცდომით რამდენი რაუნდი აპირებ სამივე სიზათ არა ჩემი აზრით არ გასწრება მოლოდინი როგორი პირველი რაუნდი რას ფიქრობ შენ კარგი ბიჭია, გამოსილი ბიჭია, უსათიანობაში საჭმელი პროფესიონალური ჩატარებული და რაც MMA-ისთვის არ არის ცოტა წაგებიცი. კარგი ბიჭი არის, გამოსილი ბიჭი არის, მაგრამ ჩვენად ის არის. რა თქმა უნდა, წარმატებას დონეზე გუშინ არა გამოდაგიჭირ.
გაგუდა უცეფორთ გამარჯვებულია ნიკოლას გრეისი გეკლა
მოკლედ მეგობრებო, მორჩა გამოსიმართი. მაგარ ემოციებში ვარ, ძალიან მაგარი დაპირისპირებები შედგა. მე იზე მოვედი და თურმე აქ კიკბოქსინგიც ყოფილა ხალხო. იცოდით ვინმე კიკბოქსინგის შესახებ გამარო ატარებს? როგორც გავიგე TFC და გამა თანამშრომლობენ და ატარებენ კიკბოქსინგის ბრძოლებს გამა ფაითოლში და რა მაგარი დაპირისპირებები იყო იმენა გავგიხდი მით უმეტეს ძიმეწონიანმა პატარა ბიჭებმა გამისწორეს, მაგრამ გავერთე რა ვისიამოვნე რა, გართობა ცოტა სხვა რამე არა. ძალიან მაგარი იყო, მოკლედ გრეპლინგსაც უყურე და გრეპლინგმა დიდად ვერ გამისწორა, გრეპლინგს თავისი მაყურებელი ყავს მაინც და ну მოკლედ რა, გრეპლინგის ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ კიკბოქსინგი და MMA-მ მაგრად გაასწორა რა. ძალიან მაგარი ემოციები იყო და მოგზანდით ისიამოვნეთ ასეთი მაგარი თხოვებით. ბილეთებზე მუდმივი პრომოკოდი არის PIT, ასევე ტრანსლაციაზე. მოგზანდით ნებისმიერ ივენტზე და მიიღეთ ულევი სიამოვნება.